გამარჯობა. მოკლედ თხოვეს, რომ მესაუბრა ლაივში აი ამ თემაზე, რაც ქვევით წერია. სხვადასხვა ურთიერთობებში ერთ-ერთი ყველაზე ინტენსიური არის სასიყვარულო ურთიერთობები და რთულია გარჩევა, სიყვარულია ესა თუ ის ურთიერთობა თუ ადიქცია. ანუ რა არის წამყვანი, ან საერთოდაც სამწუხაროდ ხშირად ხდება, რომ ადამიანები ადიქციას ვარქმევთ სიყვარულს. თუმცა რო ვთქვა, ძალიან დიდი განსხვავება შეიძლება რთული იყოს, რომ დაინახო. მე არის ხოლმე ერთი გავრცელებული შეცდომა, რომ ადამიანს თითქოს ახასიათებს, რომ შავათან თეთრად დაინახოს რაღაცეები და არის ხალხი, ვინც პირობითად თავიდან ურთიერთობის დასაწყისში ფიქრობენ, რომ ეს დიდი სიყვარულია და მე რაღაც მომენტში რაღაცები რომ მოდის ფრუსტრაციები, კონფლიქტები, ისტორია რო გროვდება ურთიერთობის დიდი ხანია ვთქვათ აქვთ ურთიერთობა და ასე შემდეგ, მე უკვე იხრებიან ხოლმე უფრო კრიტიციზმისკენ და უფრო ადვილია რომ თქვა, რომ ეს არის ადიქცია, არ არის ურთიერთობა და აი ამ როგორ გითხრა წინ და უკან მოძრაობაში არიან ხოლმე ადამიანები და მაინც როგორ შეიძლება გავარკვიოთ სიყვარულია თუ მიჯაჭვულობა არის ადიქცია მეორენაირად. რა თქმა უნდა სიმპტომატიკა, დინამიკა და თვითონ ურთიერთობა ძალიან განსხვავდება, როდესაც საქმე გვაქვს სიყვარულთან, ან როცა საქმე გვაქვს მიჯაჭვულობასთან. დავიწყოთ იქიდან, რომ ადამიანი, როდესაც იბადება, პირველი ურთიერთობა, რასაც გამოცდის, არის მიჯაჭვულობა. ანუ ძალიან ინტენსიურია მიჯაჭვულობა. ემოციურად არის ძალიან დატვირთული და ალბათ ყველაზე ემოციური ხანაც ადამიანისთვის არის ბავშვობა. ეხლა დასაწყისში, სიცოცხლის დასაწყისში, როდესაც ბავშვი დაიბადება, რომ მას აქვს მიჯაჭვულობა, იმიტომ რომ ბავშვს აქვს მიჯაჭვულობა, რადგან ობიექტურად, ანუ რეალურად ის დამოუკიდებლად ვერ გადარჩება და ამიტომაც ეჯაჭვება გამზრდელს, აღმზრდელს, მშობელს, მომვლელს, ოჯახს და ასე შემდეგ და ეს არის ანუ პირველი ურთიერთობა, რასაც ადამიანი გამოცდის. ამიტომაც ძალიან ბევრ სულიერ სწავლებაში არის ეს მეორე დაბადების ცნება. იმიტომ რომ ეს პირველი დაბადება, რო იბადება ადამიანი, აი ასეთია. ის ბავშვია, უსუსურია და მიჯაჭვული არის ახლობლებს. და ასეთ პირველი დაბადება ესე ხდება. დაიბადება და არის პირველი კონტაქტი, რაც მას აქვს, არის მიჯაჭვულობა. ეხლა რა არის მეორე დაბადების ერთ-ერთი მახასიათებელი, რომ მეორედ ადამიანი იბადება თავისუფლებაში. ხოდა ესეც მტკივნეული პროცესია, ისევე როგორც პირველი დაბადება, ხო? დაბადება ჩვენ ვიცით, რომ არის ფსიქოლოგიურად ერთ-ერთი ყველაზე დიდი წნეხი, რასაც ადამიანი გამოივლის. იმიტომ რომ დაბადება ეს არის, არ ვიცი, სიკვდილის რისკი, არის სირთულესთან დაკავშირებული, ფიზიკურ ტკივილთან, კომფორტიდან დისკომფორტში ინაცვლებს სხეული, ხო? და როდესაც დაიბადება და თქვათ ტირის პირველი რაც არის შეხება ამ სამყაროსთან არის ტირილი. შემდეგ არის ბრძოლა უკვე რომ შეჭამოს და ასე შემდეგ, ხო? ჩვენ ახლა გვეჩვენება რომ ძუძუს ჭამა ადვილია. და აი დედა იქვია, ან თუნდაც ის ბოთლი რძით სავსე რომ აწვდიან ბავშვს და წოვს, თითქოს გარედან რო უყურებთ, ჩვენ გვეჩვენება რომ ეს ადვილია. რეალურად იმ ორგანიზმისთვის, რომელიც ახალშობილია, ეს ძალიან დიდი შრომაა და ძალიან დიდი მონდომება ჭირდება. უდიდესი ენერგია ეხარჯება, ბრძოლაა ფაქტიურად გადარჩენისთვის ის, რომ მან მოიპოვოს საკვები და მიირთვას. ეხლა ვინაიდანაც პირველი დაბადება მიჯაჭვულობასთან არის დაკავშირებული და პირველი ძალიან ინტენსიური ემოციებიც მიჯაჭვულობის მქონე ურთიერთობაში გამოსცადა ადამიანმა და იქ და იმჟამად ეს არის ჯანსაღი, იმიტომ რომ აბსოლუტურად პასუხობს ორივე მხარეს ორგანიზმულ მოთხოვნილებებს, რეალობას, რომელიც დგას ადამიანის საჭიროებებს. ნახეთ, საერთოდ როგორი ისაზღვრება ჯანსაღი ან არა ჯანსაღი, იმით კი არა რომ მიჯაჭვულობაა. ნახეთ, ჯანსაღი მიჯაჭვულობაა მაშინ, როდესაც ეს მიჯაჭვულობა განპირობებულია საჭიროებებით, რომელიც კმაყოფილდება.
მიჯაჭვულობის გზით. და არაჯანსაღი მიჯაჭვულობა არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი სხვა დროს და სხვა ასაკში და სხვა გარემო პირობებში ცდილობს, რომ აღადგინოს ის მიჯაჭვულობა, რაც მას ჰქონდა იქ და იმ შამად ბავშვობაში, სადაც ეს ადეკვატური, საჭირო ჯანსაღი იყო. ეხლა დღეს აქ და ამჟამად ეს მიჯაჭვულობა ფსიქიკას უბრალოდ დამახსოვრებული აქვს ინერციით, იმიტომ ჩვენში წარსული საკმაოდ მკაფიოდ ცხოვრობს დღეს აქ და ამჟამად და ადამიანის დასრულ ასაკში, როდესაც წესით არა, ყველა ადამიანი აქეთ მიდის, ცნობიერად ან არაცნობიერად, ცდილობს რომ მეორედ დაიბადოს და ეს მეორედ დაბადება არის თავისუფლებაში დაბადების პროცესი, ანუ არ არსებობს რომ ესე გავთავისუფლდი და всё. ეს არის სვლა თავისუფლებისკენ პროცესია და აი მეორედ დაბადება ალბათ არის მომენტი, როდესაც ეს თავისუფლებისკენ სვლა გახდება ცნობიერი და არა არაცნობიერი. იმიტომ რომ ეს სვლა თავიდანვე არის. აი იმ ასაკშიც კი, როცა ჯანსაღია მიჯაჭვულობა მშობლებზე. ხო, ოღონდ როდესაც ეს არ არის ჯერ გაცნობიერებული, ადამიანი ჯერ დაბადების პროცესში არ დაბადებულა იმ მომენტში და მეორედ დაბადებას გულისხმობ და ამიტომაც ის ეძებს იმ პირველ ყველაზე დიდ ინტენსიურ ემოციურ და თბილ გამოცდილებას, რაც მიიღო, როდესაც პირველად დაიბადა. ამიტომაც ძალიან ხშირად პირადულ ურთიერთობებში, სასიყვარულო ურთიერთობებში თავს იჩენს მიჯაჭვულობები. მერე ახლა ვინაიდან დღეს ადამიანმა უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვა და გავრცელდა ინტერნეტით, გავრცელდა სოციალებში და ძალიან ბევრ ვიდეოს შეხვდებით, სადაც სხვადასხვა თქვათ თეორეტიკოსები ან კოუჩები ან სულიერი პრაქტიკის მასწავლებლები საუბრობენ, რომ მიჯაჭვულობა ცუდია, მიჯაჭვულობა ეს არის კარმული ვალის გადახდა ის და აღწერენ როგორია მიჯაჭვულობები. და მართალიც არის. აი, მათ რა აღწერებიც აქვთ მიჯაჭვულობის, რომ აი ამ ადამიანის გარეშე არ შემიძლია, რაც არ უნდა გამიკეთოს, მე მაინც მიყვარს, მე შინია რომ არ მიმატოვოს, მე შინია რომ არ წავიდეს, მე შინია რომ არ მიღალატოს, ნახეთ რამდენი შიშია. ამის მეშინია, იმის მეშინია. ვითმენ, იმიტომ რომ მის გარეშე სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. ნახეთ, აი ეს სიტყვები, რომელსაც ადამიანები ერთმანეთს ისე თბილად უჩურჩულებენ, რომ შენს გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია, ხო? პირდაპირ ჩანს, რომ მიჯაჭვულობისკენ გამყვანია. მიჯაჭვულობა ლაპარაკობს ამ დროს. იმიტომ რომ 3-4 თვის ბავშვს მართლა არ შეუძლია დედის გარეშე სიცოცხლე, ხო? და ამ სიყვარულს იმეორებს. ოღონდ არაცნობიერად, გაუცნობიერებლად და რეალურად დღეს რა ხდება. აქ და ამჟამად, რა თქმა უნდა, შემიძლია მის გარეშე სიცოცხლე, რა თქმა უნდა, შემიძლია, შემძლე ვარ. ის სხვა საკითხია მინდა თუ არა. და სიამოვნებს თუ არა და მომწონს თუ არა, შემძლე აშკარად ვარ. ძირითად შემთხვევაში ასეა. ეხლა ვინაიდან ამ ყველაფერს საუბრობენ კოუჩები, მასწავლებლები, ფსიქოლოგები, თეორეტიკოსები და ასე შემდეგ და აღწერენ მიჯაჭვულობას, ადამიანი მოისმენს ამ რაღაცა ვიდეოებს, რაღაცა სწავლებებს წაიკითხავს და უცებ აღმოაჩენს, რომ მიჯაჭვულობა ყოფილა. და აქ რა მახეა, ნახეთ, შეიძლება ადამიანმა დააკნინოს და დაამციროს, დევალვაცია გაუკეთოს თავის ურთიერთობას და ჩათვალოს, რომ ის არის მიჯაჭვულობა მხოლოდ. ამ შემთხვევაში ნახეთ, თუ მანამდე სიყვარულად იყო დანახული, ეხლა მხოლოდ მიჯაჭვულობათ არის დანახული. მე ჩემი გამოცდილებით, რასაც დავკვირვები ვარ, როცა ორი ადამიანი არის ერთად, რაც არ უნდა ტოქსიკურ ურთიერთობაში იყვნენ და ზოგჯერ ურთიერთობა დასასრულებელია, მიუხედავად იმისა, რასაც ახლა ვიტყვი, რა თქმა უნდა, მათ შორის სიყვარული არის. რაღაცა დოზით ეს სიყვარული მოცემულია, იმიტომ სიყვარული რო არ იყოს, ურთიერთობა ვერ შედგებოდა. ანუ იმდენად როგორ გითხრათ, აპათიური გარემო იქნებოდა, რომ იქ კონფლიქტიც კი არ მოხდება, როდესაც სიყვარული არ არის. კონფლიქტიც ართა სხვადასხვაობა, კამათი, მიჯაჭვულობა სიყვარულის გრაუნდზე, ანუ სიყვარულის საფუძველზე შეიძლება ამოიზარდოს ადამიანში და ეს ყველაფერი ერთად არის ხოლმე მოცემული. ძალიან ესე ხელდასმით თქმა, რომ აი ეს ამათი ურთიერთობა სიყვარული კი არა მიჯაჭვულობა, ეს დიდი შეცდომაა. იმიტომ იქ ძალიან ხშირად, როგორც უკვე ვთქვი, მიქსია ამ ორი რაღაცის მოცემული. ეხლა ურთიერთობის ერთ-ერთი მთავარი სიჯანსაღის მახასიათებელი არის, რომ ურთიერთობაზე მუშაობენ წყვილი და ვითარდებიან ერთად და წინ მიდიან. ამას როცა აკეთებენ, განიხილავენ კონფლიქტებს,
არ ვიცი თუ შენიშნა ერთ-ერთმა მაგალითად რომ მიჯაჭულობაშია რომ იმუშაოს თავის თავზე სხვა ადამიანსაც გაუზიაროს იმიტომ რომ მიჯაჭულობაში ერთი ვერ იქნება თუ ორი ადამიანია ურთიერთობაში და ერთ-ერთს აქ არ ვიცი მიტოვების შიში ან იმის გარეშე ვერ გავძლებ აი ამის განცდა თქვათ მიჯაჭულობა იმაზე რომ რაც არ უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა მე მაინც ეს ადამიანი მინდა და ყველაფერს ვაპატიებ და უპირობოდ მიყვარს ეს უპირობოდ მიყვარს რომ ამბობენ ესეც მიჯაჭულობის სიტყვებია ძალიან ხშირად იმიტომ რომ ანუ რაც არ უნდა გააკეთოს ამ ადამიანმა მაინც მეყვარება ხო ძალიან ადიქციური მომენტია ნახეთ რაც არ უნდა მოუვიდეს ადიქტს ის თუ არ დაიწყო გაცნობიერება და პიროვნული განვითარება ისევ დაუბრუნდება ადიქციას აი შევდალია წავიდა ქუჩაში გავიდა ფეხი მოიტეხა ხო მეორე დღეს ისევ დალევს მიუხედავად იმისა ფეხი მოიტეხა ეს ახასიათებს მიჯაჭულობას ნახე შეიძლება დაგაზიანოს ადამიანი ზიანი მოგადგეს უკვე მაგრამ მაინც გრძელდება იმიტომ რომ თითქოს ადამიანს არ ძალუც რომ ესე განიცდება ყოველ შემთხვევაში და გარკვეულწილად ეს მართალია რომ ანუ ძალაუფლება ადამიანისა ძნელად ვრცელდება მის ადიქციურ ქცევებზე და ეს წყვილის ურთიერთობაშიც მოცემულია ხოლმე არის წყვილი რომელიც რა ვიცი ბჭყალებში ჭკუათამყოფელი ადამიანი მიხვდება ეგრევე რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ძალიან მაღალი დოზით წამლავს და მათი ურთიერთობა არის ალბათ უმჯობესი რომ დასრულდეს ორივე მხარისთვის თუმცა ისინი აგრძელებენ და შეიძლება ყოველდღე ამბობენ რომ აი всё მორჩა ეს ბოლოა დავშორდებით ამას ვიზოთ იმას ვიზოთ მეორე დღეს მოიხედავთ და ისევ ერთად არიან ხო იმიტომ მიჯაჭულები არიან ერთმანეთს და უერთმანეთს ვერ წარმოუდგენიათ ხანდახან შეიძლება ფიზიკურად ანადგურებენ უკვე ერთმანეთს სამწუხაროდ ესეთი кейსები ჩვენ ნანახი გვაქვს, რომ სიკვდილითაც კი დამთავრებულა ესეთი ტოქსიკური ურთიერთობა და მე ყვებიან ხოლმე, რომ აი ვეუბნებოდით, რომ წამოდი მაგ ოჯახიდან ვეუბნებოდით, რომ დაშორდი ამ ადამიანს, რაღაც პოლიციაში ვრეკავდით, მაგრამ ჩვენებას არ აძლევდა, ამბობდა, რომ არაუშავს ეს ბოლოა, მეტი აღარ მოხდება ესეთი რამე, ან ამბობდა, რომ რა ვქნა, ჩემი ბედი ეს არის და მე აქ უნდა ვიყო და ასე შემდეგ. ნახეთ, რამდენი რაციონალური გამართლება იყო მონახული, რომ გაგრძელებულიყო ის ტოქსიკური ურთიერთობა. რის გამო? იმიტომ რომ როგორც ჩანს, დიდი ალბათობით ადამიანები მიჯაჭულები იყვნენ ერთმანეთს. ეს სიტყვაც კარგად ამბობს, ნახეთ, ჯაჭვით არის გადაბმული. და თუ ჯაჭვით არის გადაბმული, შეიძლება სიკვდილმა დააშოროს. სხვადასხვა კულტურა ახალისებს ხოლმე ამ მიჯაჭულობას და აი უპირობოდ თუ არ უყარხარ ადამიანს, ესე იგი არ უყარხარ. ნუ რა ვიცი, რაღაცა კულტურები არის საფლავში ჩააყოლებდნენ ხოლმე ცოცხალ ადამიანს მკვდარს, რომ აი ეს მეუღლეა და უნდა ჩაყვეს. ძირითადად ქალებს სხვადასხვა. მე არ მახსენდება რომ აი ქალი მომკვდარიყო და ქმარი ჩაეყოლებინათ. ეგეთი ისტორიული ფაქტი თუ ვინმე მიცით, დამილინკეთ. ნუ ძირითადად ნანახი მაქვს რომ ინდოეთში თუ არ ვცდები, ქმარი თუ მოკვდებოდა, ცოლს ჩააყოლებდნენ ხოლმე, ზუსტად აღარ მახსოვს. მაგრამ კაი ხანს იყო ეს პრაქტიკა, ხო? ნახეთ, მიჯაჭულობას ახალისებს კულტურა. და საერთოდ კულტურას, საერთოდ არ ჭირდება და ჩვენ სოციალურ წყობას, თორე კულტურას თავისი ნამდვილი მნიშვნელობით დიახაც ჭირდება ეს. მაგრამ აი იმ მნიშვნელობით, რომ აი სოციალურად რაშიც ვცხოვრობთ, აქ საჭირო არ არის ადამიანი, რომელმაც გაიღვიძა. ამ წყობილებისთვის და ამ სოციალური მიმდინარეობისთვის, რაც ჩვენ გვაქვს აღებული გეზი, რაც უფრო მეტი ადამიანი ვერ დაიბადება მეორედ, მით უფრო უკეთესია. იმიტომ რომ ნახეთ, რას გვძენს ადამიანი, რომელიც არ არის თავისუფალი, კი მიჯაჭულია, კი ესა დაძაბულია, ცუდად განიცდის თავის თავს, შეიძლება დეპრესია აქვს, წამლებს სვავს, შეიძლება 1000 ფსიქიკური სიმპტომი იჩენს თავს იმ გზაზე, როდესაც ადამიანი აჩერებს მეორედ დაბადებას. იმიტომ ეს განვითარების პროცესი და მეორედ დაბადების პროცესი არის ორგანიზმული პირდაპირ ინფორმაცია, რასაც ატარებს ადამიანი, რომ დაიბადება და ამის შეჩერებას, რა თქმა უნდა, მოყვება ფსიქოპათოლოგიები. იმიტომ რომ აჩერებ ძალიან მთავარ მისიას ასე ვთქვათ, ორგანიზმისა, რაც ყველა ცოცხალს გააჩნია, ყველა ცოცხალს. აი წარმოიდგინეთ, ხე რო იზრდება და უცებ ხუფი რო დაახვედრო იქ და არ დააცადო გაზრდა, ხო, როგორ ანომალიურად გადაიხრება, გადმოიხრება, იქ რაღაც როგორ გითხრა, ნაძვს მაგალითად წვერი რო გადააჭრა, შეიძლება გახმეს საერთოდ. ის წვერი სჭირდება სასიცოცხლოდ, იმიტომ რომ იქიდან იზრდება და ვითარდება.
ხო და ეხლა ნახეთ როგორი რისი თქმა მინდა რომ აი ამ მეორედ დაბადების შეჩერებას ამიტომაც წაახალისებს არსებული სოციალური ნორმა, იმიტომ რომ მიჯაჭვული ადამიანი არის სტაბილური, მეგობრებო. არავინ ისეთი სტაბილური არ არის და არავინ ისეთი წინასწარ განსაზღვრული, შემოსაზღვრული და აი პირდაპირ როგორ გითხოთ მათემატიკურად ფორმულაში შეგიძლია ჩასვა რას იზავს და რას გააკეთებს არ არის არავინ ასე როგორც კარგად მიჯაჭვული ადამიანი. იმიტომ რომ თუ მიჯაჭვულია შენ ზუსტად იცი რომ სამსახურიდან წასვლა ეშინია, იმიტომ რომ მე ეშინია რა მოხდება, ნახე შიში მართავს. ცოტა რო შეაშინებ ამ მიჯაჭვულ ადამიანს, მაგალითად ტრადიციაზეა მიჯაჭვული, ხო? პატარა რაღაცა შიშს დაილაპარაკებ, აქ უკვე სხვათა შორის იცით თხოვეს რომ პოლიტიკაზე ჩავწერო ვიდეო, ოღონდ ეხლა ეს არ არის პოლიტიკური ვიდეო, მაგრამ ნუ ვახსენებ ეხლა აქ. ნახე პოლიტიკოსისთვის რა ადვილია მიჯაჭვული ადამიანების მართვა, ხო? ტრადიციაზე ხარ მიჯაჭვული, აბა ტრადიციებს გვართმევენ, არიქა ჩქარა და უკვე შიში წამოვიდა. ნახე რომ რა ხდება ტრადიციას მართმევენ და მე ხო ჩაბღაუჭებული ვარ ჩემ ტრადიციას, იმიტომ რომ ამ ტრადიციის გარეშე, ნახეთ რა ხდება, განიცდება რომ მე ვერ ვიარსებებ. აი როგორც ჩვილი ბავშვი განიცდის, რომ როგორ დედამ თუ მიმატოვა მე ხო ვერ ვიარსებებ, ეს ეხა სიტყვით ესე არ ცნობიერდება, მაგრამ განიცდება. ბავშვი ასე განიცდის, ერთი დღის ბავშვიც კი განიცდის ამას, რომ მიჯაჭვული თუ არ იქნა და ამიტომაც ნახე პანიკაშია. 2 წამი თუ დააწვინე ტირის ეგრევე. ეს ტირილი რა არის? ეძახის დედას. თან ცნობილია რომ ბავშვის ტირილს იმხელა გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანის ფსიქიკაზე, როგორც არც ერთ სხვა ხმაურს. აი რაღაცნაირად გეგონება თავში რაღაცა გიჭერს და ერთი სული გაქვს. რომ დროზე გაჩუმდეს ეს ტირილი, რაც უფრო დიდხანს გრძელდება, ამითი ასე ვიცი, რომ დემონსტრაციებსაც კი შლიდნენ ადრე, ჩართავდნენ ხმამაღლა ბავშვის ტირილს და გარბოდა ხალხი. აი სრულად აუტანელი იცის, აუტანელი ზეწოლის გაკეთება შეუძლია ბავშვის ტირილს, ისეთი რომ რა ვიცი. და კიდე იცით რა შემიმჩნევია? აი ქუჩაში რომ დადის ხალხი, პატარა კნუტები არიან ხოლმე სამწუხარო თუ პატრონო კნუტები და ის კნუტები რომლებიც კნავიან, ისინი უფრო აყავს ხალხს. აი მიაუ ესე გამოგეკიდება და მოქმედებს რა. აი სადღაცა ძალიან ღრმად იმ ჩვენს მოგრძო ტვინს პირდაპირ ეხება რომ ეს კნავის ტირის ნახე და ამის გამო ჩვენის აყვავს მერე. და თუ ჩუმად არის და ხმას არ იღებს, ხო იმ კნუტს ნაკლებად აიყვანენ, აი დააკვირდით. ლეკვიც ასე არის. თუ წყმუის მოგზდევს, ასე ვთქვათ, გთხოვს რომ ამიყვანეო, გამოხატავს ამას უფრო აკეთებ, ანუ ხელსაწყოა, ნახეთ ეს, რაც ევოლუციურად აქვს ცოცხალ ორგანიზმს და ამიტომ პატარა ბავშვი, იმიტომ რომ მან იცის, რომ თუ არ მიეჯაჭვა დედას, თუ არ მიეჯაჭვა მამას და ისინიც თუ არ დაიჯაჭვა საკუთარ თავზე, ვერ გადარჩება და ამიტომაც ტირის, მაქსიმალურ ხმაზე უწევს ტირილს და მერე როდესაც დაკმაყოფილდება მისი ეს მოთხოვნილება, რომ მოეფერონ აიყვანონ, ჩუმდება. ნახე აჯილდოვებს სიჩუმით. ხო და ეს მდგომარეობა არის ძალიან სტაბილური. ბავშვი, რომელსაც შია, ან წყურია, ან დედის და მამის სითბო უნდა იტირებს. ნუ სტაბილურად ასე იქნება. ბავშვის ქცევის გამოცნობა არის ადვილი. იქ თავისუფლება ჯერ არ არის მოცემული. ეს ბავშვი ეხლა დაიბადა. პირველი დაბადება განიცადა. და პირველი დაბადების მერე რა ურთიერთობებიც ეწყობა არის მიჯაჭვულობაზე აგებული და საკმაოდ წინასწარ დათვლადი რა მოხდება. აი მეორედ დაბადების პროცესი, სადაც ცნობიერდება, რომ იმიტომ მანამდეც ეს არის მისია. ცნობიერდება, რომ ჩემი მისია არის, რომ მე თვითონ ვიყო, მე ვიყო. ვიცოცხლო თავისუფლად და არა მიჯაჭვულობებით, ხო? ეს დაბადების პროცესი რო დაიწყება ცნობიერად. აი აქ უკვე მოდის მეორედ დაბადება და ეს არ არის სტაბილური მდგომარეობა. აი ნახეთ. ეხა კარგ შემთხვევაში, რაც ძალიან საეჭვოა რომ სადმე იყოს, გარდატეხის ასაკში მოხდებოდა ეს. იმიტომაც არის რომ გარდატეხის ასაკში რაღაც ისინი არის მშობლებსა და შვილებს შორის დაძაბულობები, იმიტომ რომ ეს მიჯაჭვულობას არ ღვევს შვილი ამ დროს. მშობელი მიჩვეულია ამ მიჯაჭვულობას, ნახე, ის რაც დაიბადა ბავშვი, რავი, 16 წელი პირობითად მიჯაჭვული იყო. ორივე ერთმანეთს და ეხა უცებ ეს 16 წლის ახალბედა ადამიანი იტყვის, რომ მე ვარ, ჩემთვის ვარ, ჰაი და იწყებს ძიებას ვინ არის. ოღონდ
აი მართლა რომ გარდატყდეს ადამიანი და მეორედ დაიბადოს მაგასაკში, ეგ ძალიან ისეთია. უბრალოდ მაგასაკში იწყება ეს პროცესი უფრო აქტიურად და გამოხატულად. აი ხა იუნგს თუ მივყვებით და საკმაოდ ძველ ცივილიზაციურ ცოდნებს, ხო, დაახლოებით 30-33 წლის ასაკში შეიძლება გარდატყდეს ადამიანი მართლა და უკვე გახდეს ცნობიერად თავისუფლების მაძიებელი და არა მხოლოდ ინტუიციით. და ნუ ეხა იუნგს თუ მოусმეთ, თლად 40 წლის მერე ხდება ეს ამბავი. ანუ ეს ადვილი პროცესი არ არის. ეს არის თავის თავადობიდან გამოსვლა. ნახე, იქამდე პროგრამაა გაშვებული, რომ დაიბადე და მიდის მიაქ გენეტიკურ ინფორმაციას გაუცნობიერებლად მიყავს პარადი. და სადღაც 30-40 წლის ასაკში უკვე აღარ კმარა ეს პარადის წაყვანა ესე არაცნობიერად და დგება დილემა. ან ხელს შეუწყობ ცნობიერად უკვე ჩემს განვითარებას, ანუ გათავისუფლებას და ან ხელს შეუშლი, იმიტომ რომ ძალიან მივეჯაჭვე ამასობაში. მთელმა კულტურამ, მთელმა სოციუმმა ყველაფერმა ხელი შემიწყო, რომ ვიყო მიჯაჭვული. ურთიერთობებშიც ასეა, სასიყვარულო ურთიერთობებში ხელს მიწყობენ, რომ ვიყო მიჯაჭვული. ეს ქორწინებაც, რომელიც რიტუალია, ხო? სადღაც აი ამის ოფიციალურად გამოცხადება, რომ ჩვენ მივეჯაჭვეთ ერთმანეთს. ახლა ამას მე ცოტა ვამუქებ, იმიტომ ქორწინება ბევრად განსხვავებული შინაარსის და უფრო კრეატიული პროცესია, მაგრამ ძალიან ხშირად ამათ არის დანახული. ანუ ძალიან ხშირად სოციუმი ასე ხედავს, რა არის ქორწინება, რომ აი ფურცელზე წერია, რომ всё, მარტო ისე კი არ მივეჯაჭვეთ ერთმანეთს ფსიქოემოციურად. უკვე ქაღალდზეც გაფორმებულია ჩვენი მიჯაჭვულობა რა. ხო და რაღაცა სტაბილურობის განცდა მოაქვს ამას და საერთოდ სტაბილურობის ძიებაში მყოფი ადამიანი, რა თქმა უნდა, ჯერ არ არის გამოფხიზლებული და თავისუფლების მოყვარული, იმიტომ რომ თავისუფლება საშიშად გამოიყურება. არ არის ეს ადვილი. ეხლა რას ნიშნავს თავისუფლება? თუ მე მიჯაჭვული ვარ პირობითად ტრადიციებს, კულტურას, პატრიარქს, სახლს, ოჯახს, მეგობრებს, რწმენას, მიჯაჭვული ვარ ჩემს პარტნიორს, ან შეყვარებულს, ან ქმარს, ან ცოლს, მიჯაჭვული ვარ შვილებს და ასე შემდეგ, ნახეთ, სტაბილურობა აქ არის. ამაშია და თან პასუხისგებლობაც დიდად ჩემზე არ მოდის რა. აი ტრადიციამ თქვა რომ მარცხნივ წადიო, წავალ მარცხნივ. რელიგიამ თქვა რომ მარჯვნივ წადიო, წამოვედი მარჯვნივ. მამა ჩემმა მითხრა რომ ეს ქენიო, გავაკეთე. ჩემმა ქმარმა ეს ქენიო, გავაკეთე. ნახე და მართალია სხვა რაღაც გარე მამოძრავებელი ძალების ჭკუაზე დავდივარ, ან სამსახურში მითხრეს რომ იარეო დილის 9-დან 6-მდე და დავდივარ. ამაში ცუდი კი არაფერია, მინდა უბრალოდ დაგანახოთ აი განვითარების აი ეს ფაზა როგორ გამოიყურება. ხო და ნუ დავაკეთებ ამ ყველაფერს და რა პრობლემაა ხო სამაგიეროდ მე აღარა მაქვს პასუხისგებლობა ჩემს თავზე და ჩემს ცხოვრებაზე. თუ სიტყვაზე ჩემი ცხოვრება ისე არ წარემართა როგორც ვისურვებდი, აი ტრადიციების გამოა, ეკლესიის გამოა, ამის გამო სხვების ბრალია მოკლედ რა, ჩემი ბრალი არ არის არაფერი, იმიტომ რომ მე ვუსმენ სხვებს და ვეჯაჭვები გარემო პირობებს. ხო და ნუ რა ვქნა ცხოვრება ასეთია, ასე ისე რაღაცები და ასე გადის ცხოვრება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ ჩემი გენეტიკური კოდი პირდაპირ და მე საერთოდ სხეულის ძალიან მადიდებელი ადამიანი ვარ და არა დამაკნინებელი, იმიტომ რომ დაკნინებულია ხოლმე, აი სხეული ხორცი. რაღაც ამქვეყნიური რაღაცა ესე დაღრეჯით საუბრობენ ადამიანების სხეულზე. და ამ დროს მე თუ ახლა ჩემი რელიგიური მსოფლმხედველობიდან გადმოვიხედები, სხეული და სული მგონია, რომ სინქრონშია და ერთია რა. ერთადერთი გამოვლენა სულის თუ ის არსებობს, სხეულია, ხო? მეტი რა ვთქვათ, ანუ რა გამოდის, რომ თუ სულის გწამს, მისი პროდუქტია სხეული და შენ სხეულს აკნინებ? არ ვიცი, ხო? და ამ კულტურაშიც ვიზდებით. ახლა სხეულის დაკნინება რატომ ჭირდება? იმისათვის, რომ კარგად მივეჯაჭო რაღაცებს, იმიტომ მე თუ აღვიქვი, რომ სხეული მაქვს, შემძლევარ ესე იგი. ეს შემიძლია, ის შემიძლია, ნახე, სიარული შემიძლია, ეს ხო სიმბოლოებია ფსიქიკისთვის. შემძლეობის განცდა მოვიდა, რაც არის პირველი ნაბიჯი დამოუკიდებლობისკენ და თავისუფლებისკენ და ეს არის პირდაპირ კოდში ჩადებული ჩემთან გენეტიკურად, როგორც ყველა სხვა ადამიანთან. არის ესეთი კოზოლინო, იტალიელი ნეირომკვლევარი და ფსიქოლოგი და მას უწერია, რომ როდესაც ბავშვი დაახლოებით 2 წლის ენას ამოიდგავს და ერთ-ერთი პირველი სიტყვები არის მე თვითონ. ამ დროს პირდაპირ ნეირონები გესაუბრებიან, ანუ ბავშვი რაიმე ჩაწერილ ტექსტს კი არ გეუბნება, რომელიც გარემოდან ისწავლა. ესეთებიც ბევრი იქნება.
მერე. აი მაგ მომენტში 2-3 სიტყვა რო იცის, პირდაპირ ამოძახილს გიკეთებს საკუთარი ნეიროფიზიოლოგიიდან. იმიტომ რომ ძალიან დაკავშირებულია. წყვეტა საერთოდ არ არის. მე თვითონ იტყვის, ხო? ასევე თუ გახსოვთ, კვიცი რო დაიბადება და ეგრევე წვალობს, რომ წამოდგეს და გაიქცეს. ახეთ დაბადების წამიდან იბრძვის ორგანიზმი, რომ განვითარდეს, წავიდეს, გახდეს თავისუფალი. არწივი მაგალითად, რომ დაინახავს, რომ მისი ბარტყები ფრენისთვის მზად არიან, წიხლს კრავს და ბუდიდან გარეთ ყრის, რომ გაფრინდნენ. და თუ ხანდახან ბუნებაში შეცდომები ხდება, რა თქმა უნდა, აცდენები. თუ შეეშალა და არ გადააგდო დროზე, ფრენას ვეღარ სწავლობენ. ნახე, ეჯაჭვებიან ბუდეს და ეჯაჭვებიან დედას. ეს არ არის კაი მშობლობა, ასე ვთქვათ, ხო? მშობლის მისია სადღაც არის, რომ ახალი თავისუფალი ორგანიზმი შეიქმნას მის წიაღში. და ჯერ მუცელში, თქვათ, მომწიფდეს, მერე დაიბადოს, მერე გაიზარდოს და წავიდეს ის. წავიდეს, იცხოვროს თავისი სრულყოფილი ცხოვრება და მანაც ისევ ევოლუციას რო შევხედოთ, განაგრძოს შექმნა, სიცოცხლის შექმნა, ან რაიმე სხვა შექმნა არის, მოკლედ, გნებავთ სიცოცხლის, გნებავთ შემოქმედების, გნებავთ მეცნიერული მიღწევის, სულ ესენი ერთი პროცესებია ადამიანის შემთხვევაში. მსგავსი ძალიან. ანუ გახდეს მშობელი რაღაცა კრეატიულის, რაღაცა ცოცხალის. ხო. ამიტომაც ეს მიჯაჭვულობითი ურთიერთობები თან საპატივსაცემოა, იმიტომ რომ ასე იბადება ადამიანი ასეთ რეალობაში და მერე აქედან გასვლის პროცესი იწყება. და არა ის, რომ მოვიკვეთოთ ეს მიჯაჭვულობა და გადავაგდოთ. ეს შეცდომა ძალიან ხშირად ხდება, რომ მოისმენს ადამიანი, რომ აი თურმე მიჯაჭვული ვარ, თურმე ეს და ბრახ და ნაჯახით აიღებს ესე და ჩამოიჭრის ამ მიჯაჭვულობას, გადააგდებს. ყოველ შემთხვევაში ცდილობს ამას, თორემ ესეთი პროცესების აღსრულება ძალიან რთულია, ხო? არ ხდება დაზიანების გარეშე და კი, აი ზიანი შეიძლება დადგეს ამ დროს, თვითზიანი. იმიტომ რომ ეს მიჯაჭვულობა არის ის საფუძველი, საიდანაც ამოვიზარდე და ეხა ხოპლა დავიძახო და ეგრევე თავისუფალი ვიყო, ესე არ ხდება, პროცესია ეს. ამიტომაც ეს შეცდომა შეიძლება დაუშვას დღეს ადამიანმა, რომ მოისმენს რაღაც ვიდეოს და აღმოაჩენს, რომ ან ურთიერთობაში, ან თავის ცხოვრების სტილში რაღაცაზე არის დაჯაჭვული და მიჯაჭვული, შეიძლება მოინდომოს, რომ ბრახ და ეგრევე გაარღვიოს ეს. მაგრამ ესე არ ხდება, ნახე, როგორც მშობიარობის პროცესი არ არის 5 წუთიანი და მთელი პროცესია, ხო, დასაწყისი, განვითარება, კულმინაცია, დაბადება, მერე ჭიპლარის გადაჭრა, მერე ის, ანუ 1000 მას გაივლის ფაზას ადამიანი, როდესაც იბადება. ეს არ არის რაღაც და დაიბადა. იქ არის მთელი პროცესი. ასეთივე პროცესი არის თავისუფლებისკენ მიმავალი გზა. ერთადერთი აქ რაც უცებ შეიძლება რომ შეიცვალოს, არის რომ ცნობიერად განვეწყო აქეთკენ. ანუ ინსტინქტურად მე ისედაც თავისუფლებისკენ მივდივარ სულ. ესაა ჩემი ორგანიზმული, ასე ვთქვათ, იმპულსი და რეაქცია. თავარი საფუძვლიანი, ასე ვთქვათ, ინსტინქტი, რასაც ვახორციელებ, რომ დავიბადო, ახლიდან დავიბადო, წინ წავიდე, გავთავისუფლდე. აი ეს დრაივი მოაქვს ჩემ ორგანიზმს, ხო? და ამას შეუწყო ხა ჩემი ცნობიერება. ცალკე კი არ იყოს ჩემი ცნობიერება უპირობო სიყვარულის ძიებაში, რაც უკვე ვთქვი, რომ ეს უპირობოს ძიება არის არაცნობიერად ისევ მიჯაჭვულობის ძიება. იმიტომ რომ უპირობო სიყვარულს მეორენაირად ფსიქოლოგიაში დედობრივ სიყვარულს ეძახიან, ნახე. იმიტომ რომ ნახე რა ხდება, ბავშვი რო დაიბადება, პირობები არ აქვს წაყენებული იმას. არც დედას არ აქვს პირობა წაყენებული ბავშვის მხრიდან. უყვართ ერთმანეთი და მორჩა. ეს ბავშვი იტირებს, არ იტირებს, რა ვიცი, ამ დედის თვალსაზრისით და გადასახედიდან ცუდია, კარგია თუ როგორია, ეს არც არსებობს ეს განზომილება. უყურებს შვილს და კარგია მისთვის. всё, მორჩა. ასევე შვილიც დედა რო დაინახავს და შეიგრძნობს, რომ დაიბადება, ხო? კარგია მისთვის დედა. იქ არ არსებობს ორი აზრი რა. ანუ დამსახურებით არ ხდება აქ სიყვარულის განცდა. თავის თავადი პროცესი ეს არის უპირობო და აი ამ სიყვარულის ძიებაც მე რასაც დავაკვირდი არის ისევ ამ მიჯაჭვულობის გამეორების ცდელობა, რომელიც სამწუხაროდ განწირულია კრახისთვის, იმიტომ რომ როგორც უკვე ვთქვი, გაცნობიერდება თუ არ გაცნობიერდება, მაინც ჩვენი ორგანიზმი ცდილობს, რომ გათავისუფლდეს და იყოს თავისუფალი და ერთი ძალიან ტრაგიკული მდგომარეობა არის აქ, რომ თუ არ გაცნობიერდა, რომ გათავისუფლებას ცდილობს ეს და რა შეიძლება იყოს თავისუფლება, ნახე.
თავისუფლების დროს სტაბილურობა არ არის, რისკი მაღალია, ტკივილი შეიძლება დადგეს. იქ როგორ გითხრა, რაღაცა დიდი პასუხისგებლობები მოყვება, იმიტომ რომ მე რო ეხა გადავწყვიტე, რომ რელიგია მარცხნივ მეკაჩება, ტრადიცია მარჯვნივ და მე არ ვიცი ზევით წავიდე ან ქვევით ჩავიდე ან წინ წავიდე ან რა ვიცი, რაღაცა გადავწყვიტე, ხო? აქ ვინ არის პასუხისგებელი? სრულიად მე. სხვა ვეღარავინ. ვერ ვიტყვი, რომ დედამ ესე მითხრა, მღვდელმა ისე მითხრა, მამა, ვერაფერს ვეღარ ვამბობ. მე გადავწყვიტე და თუ ეხა წინ რაიმე დაბრკოლება შემხვდა, ტკივილი შემხვდა, ან რაღაცა, ვის არის პასუხისგებლობა ეს მხოლოდ, ან უხეშად რო ვთქვათ, ვისი ბრალია, ჩემი. სამაგიეროდ, ამ დროს ვითარდები, როდესაც თავისუფალი ვარ, სპონტანური ვარ და რისკს ვწევ, კი ბატონო, შეიძლება შემხვდეს ტკივილი, მაგრამ მე ამტანი ვარ, ამ ტკივილის გადამტანი ვარ, შემხები ვარ მასთან და წინ მთელი კრეატიული გზა მაქვს. და რომ დააკვირდეთ, შემოქმედი ადამიანები, ვისაც უცხოვრია დედამიწაზე, აი დიდი შემოქმედები, იყო ხოლმე მათი ცხოვრება ტკივილიანი. თითქოს ერთი შეხედვით რო შეხედო, რაღაცა კორელაცია და კი არის კორელაცია იმ გაგებით, რომ რისკავდნენ ისინი ცხოვრებას, მთლიანად რისკავდნენ, დაბადების გზაზე იდგნენ, მეორედ დაბადების, გათავისუფლების, ცნობიერ გზაზე, რომელიც მართლაც რისკიანია და ეგეთ დროს შეიძლება რაღაცას ფურცელზე წერდე და ისეთი რისკის განცდა მოვიდეს, რომ აი ეს რას ვწერ ღმერთო, აი ეს განცდა. აი ზუსტად ეს განცდა რომ მოდის, ესე იგი არ ღვევ იმ მიჯაჭულობას და იმ სტაბილურობას, რაც კულტურამ დაგვავალა. მაგრამ თუ პოზიტივზე წერ, ხო, ეს განცდა არ გექნება. იმიტომ პოზიტივს ისედაც გავალებს კულტურა, უნდა იყო ბედნიერი, უნდა იყო გახარებული, უნდა იყო ესე, უნდა იყო ისე და მეც ახლა ამ ლაივს ამაზე რო ვატარებდე, ძალიან წყნარად ვიქნებოდი. მაგრამ ახლა რეებსაც ვსაუბრობ, ხო? მე თვითონაც მესმის, რომ დებატების საგანია და თქვათ, ეს არ არის იმ ტიპის ლაივები, რომელიც 500,000 ნახვას დააგროვებს. ზუსტად ვიცი ეს. მაგრამ ეს არ არის ჩემი მიზანი, რომ 500,000 ნახვა დავაგროვო სტაბილურად. ეს რო იყოს ჩემი თვითმიზანი, ალბათ კრიტიკაზე ვილაპარაკებდი, ვისაუბრებდი მორალზე, ვისაუბრებდი პოზიტივიზმზე, ვისაუბრებდი რელიგიაზე, ვიტყოდი, რომ ღმერთის გარეშე ფსიქოლოგია არ არსებობს. ანუ მიჯაჭულობების შინაარსებს დავატრიალებდი. იმიტომ რომ მიჯაჭულობების შინაარსებს ყავს ყველაზე მეტი მიმდევარი. თავისთავად დაბადებიდან რაღაც ასაკამდე ყველა მიჯაჭულები ვართ და მერეც მხოლოდ ერთეულები გადაწყვეტენ ცნობიერად, რომ მიჯაჭულობითი ტიპის ურთიერთობის ნაცვლად ნამდვილი ცოცხალი ურთიერთობები აწარმოონ, შექმნან. ნახე, აქაც შემოქმედია ადამიანი. ხო და ეხლა რისი თქმა მინდოდა აქ, რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანი აზრმა გამიელვა და გაქრაუცებ. მიჯაჭულობიდან თავისუფლებაში გადასვლა, რა თქმა უნდა, ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესია, თავიდან გადაწყვეტილებაც კმარა და ერთი პატარა ცვლილების დიდი პატივისცემით შეტანა. ასევე ღირს რო აღვიქვათ, მიჯაჭულობებმა რა მოგცა. ეხლა კიდე რა არის მნიშვნელოვანი, ბავშვობაში, ბავშვი მაგალითად, მართალია გაუცნობიერებლად ქმედებს, ანუ რაღაც ნებელობითი აქტი აქ არ არის. მაგრამ ის უკეთ და უკეთ გამოდის მიჯაჭულობიდან და მიდის თავისუფლებისკენ. ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის თავისუფლებისკენ და ეს მისთვის არ არის რთული იმ ასაკში. კი, რა თქმა უნდა, სტაბილური მიჯაჭულობა ჯანსაღი მშობლებთან მოცემულია პატარა ასაკში. მეორე მხრივ ბავშვი გამუდმებით გარე სამყაროსთან ურთიერთობას აფართოვებს, ნახე. ჯერ, რა ვიცი, თვითონ ისხავს წყალს, მერე თვითონ იცვამს, მერე თვითონ იბანს, მერე სკოლაში მარტო უნდა რომ წავიდეს და მიდის. მერე იქიდანაც მარტო უნდა რომ დაბრუნდეს და მოდის. მერე ავითარებს, რომ თქვათ, მეგობრებთან ერთად რო წავიდე და პარკში გავისეირნო და ესე ნელ-ნელა გეგონება სივრცე განავითარა, კიდე გაწია, საზღვრები რა, სად შეუძლია რომ იმოძრაოს თავისუფლად. ნახე, ემზადება, რომ ეს ეხო შეუძლებელია რომ ამხელა პატარა სივრცე მქონდეს და უცებ ნახტომი გავაკეთო და თავისუფალი ვიყო, არა. და ბავშვმა გადასარევად იცის ეს გაუცნობიერებლად და ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ ავითარებს თავის ოპერირების სივრცეს, ასე ვთქვათ, რომ ერთ დღესაც, აი გარდატეხის ასაკიდან დაიწყება მეორედ დაბადების, სიმბოლურად ვამბობ ამას, პროცესი. სადაც ცნობიერებაში ამოვა შინაარსი, რომ მე თავისუფლება მინდა. წყურია ესაა ჩემი გამოწვევა ცხოვრებაში, რომ უფრო და უფრო გავთავისუფლდე, ხო? და კი, აქედან დაიწყება რისკიანი, ზოგჯერ მტკივნეული, ზოგჯერ სიხარულით სავსე
მაგრამ ცოცხალი პროცესი კონტაქტისა გარე სამყაროსთან, საკუთარ თავთან, სხვებთან, რაც ეხლა ნახეთ რა ტრაგედიას აგვარიდებს თავიდან. ეს მეორედ დაბადების პროცესი, ისევე როგორც დედის მუცლიდან გამოსვლის პროცესი, არ შეიძლება რომ შეჩერდეს და შეკავდეს. ანუ ეს ბუნების კანონია რა. ბავშვი მუცლიდან დაიბადება. თუ ორგანიზმი დაბადების ნაცვლად წინააღმდეგობაშია, დღეს გვაქვს საბედნიეროდ სამედიცინო ჩარევა და მაინც იბადება ბავშვი, ხო? თითქმის 99% დაზღვევა არის, რომ ორსული ქალი ბავშვს გააჩენს უსაფრთხოდ. ადრე ასე არ იყო. ადრე იყო შემთხვევები, რომ რაღაც ორგანიზმული წინააღმდეგობების და სირთულეების გამო შეკავდებოდა ეს პროცესი. არ ვიცი, გარდიგარდმოა ბავშვი მუცელში, შეიძლება ჯდომით არის, 1000 რაღაცა ხდებოდა, მოკლედ, რასაც მაშინ სამედიცინო სფერო ვერ აკონტროლებდა და შეიძლება ვერ დაიბადოს ეს ბავშვი, გაიჭედოს ხოლმე ამ მუცლად ყოფნის მდგომარეობაში და ეს ძალიან მძიმეა. ეს ფატალურად სრულდებოდა ადრე. 3-დან 1 ქალი ფატალურად ასრულებდა ორსულობას. ეს არის ძალიან დიდი სტატისტიკა, რაც იყო სულ რაღაც ალბათ 2 საუკუნის წინ ეს იყო ციფრი. ეხლა სულიერებაში ანუ ფსიქოლოგიაში ეს რო გადმოვთარგმნოთ, რა ხდება? თუ ეს მიჯაჭულობის ხანა გააგრძელდა, ანუ მე ვსაუბრობ იმაზე კი არა, რომ საერთოდ ჩაიხსნას მიჯაჭულობა, არა. პროცესი დაიწყოს აი ამის, რომ გავდივარ ნელ-ნელა და თავისუფლდები, ხო? ეს თუ შეკავდა და ეხლა შეკავება რატო ხდება? ხო, წეღან თქვი, რომ სტაბილური ადამიანი აწყობს სოციუმს. და სტაბილურობა რაშია? თუ გიფიქრიათ, რამდენად სტაბილურია ჩვენი ფსიქიკური სირთულეები. ეს არის საოცრად სტაბილური სფერო რა. თუ მაგალითად ადამიანს გაუფორმდა და ჩამოუყალიბდა რაღაც სიმპტომი, ამ სიმპტომის მოხსნა, ეს არის, აი როგორ გითხრათ, ჯერ ხო პროცესია, გამოწვევაა ძალიან დიდი. ჩვენ ახლა თვითონ ფსიქოთერაპიულ სკოლაში ვიცით, რომ ბევრად უფრო, ასე ვთქვათ, კარგი სტრატეგიაა, რომ თვითონ ადამიანს მიექცეს ყურადღება და მის პიროვნულ ზრდას და განვითარებას, ვიდრე იმას, რომ კონკრეტული სიმპტომი ჩაიხსნას. იმიტომ ის თუ ჩაიხსნა, რაღაცა სხვა გამოჩნდება, მერე კიდე სხვა გამოჩნდება, თუ თავარი საკითხი არ გადამუშავდა, რაც ამ ადამიანში აი ესე სხვათა შორის კრეატიული, მაგრამ გაუცნობიერებელი გზით ვლინდება. ამიტომაც თუ ადამიანი ერთი აიხლართა აი ამ მიჯაჭულობის ძიებაში და არ გაცნობიერდა, რომ იმპულსი, ორგანიზმული, პირდაპირ კოდირებული იმპულსი არის თავისუფლებისკენ სვლა, ამ სიტყვის აი დამოუკიდებლობის გაგებით, ხო? ეს თუ არ გაცნობიერდა, ადამიანი ცდილობს, რომ ისევ იმ სტაბილურ მიჯაჭულ გარემოს ეძებდეს. ამას ეძებს თავის თავშიც და გარეთაც. და ეს არის შეუძლებელი, უტოპიაა. ეს გავს იმას, რომ ბავშვი არ დაიბადოს და დარჩეს მუცელში იმ იდილიაში. და კი, აი ზუსტად ეს სიმპტომი ახასიათებს კიდევ ამ მიჯაჭულობის ძიებას, რომ ადამიანი ეძებს იდეალს. იდილიას, ჰარმონიას, ბედნიერებას, რაღაცა სრულ შეთავსებას და შეწყობას, ნახეთ რას ეძებს, აბსოლუტურ ჰარმონიას მეორე ადამიანთან, ამას, იმას და მერე რეკლამებიც აქეთკენ მოუწოდებენ, ნახე რეკლამას სიმბოლურად ვამბობ. ასე აჯაჭვავენ ადამიანებს. აი გამოდიან და სიკეთის სახელით, რომ ეხლა ერთთან ყოფნა, ეს არის იდეალური სიკეთე, ეკლესიაში სიარული შაბათ-კვირას და ამ შემთხვევაში შენ რაღაც ამოთხისეულ ბედნიერებაში იქნები, იმიტომ რომ ეს ის და აი ამ ინფანტილური იმ გაგებით, რომ ბავშვობაში ეს არის რეალობა, ხო? ამ რეალობას ცდილობენ ადამიანები, რომ დასრულობაშიც, როდესაც სხვა გამოწვევა არის აქტუალური, ისევ ამას მოებღაუჭან. და რა ხდება? სტაბილურობა იქნება აქ, რა თქმა უნდა. სტაბილურობა დადგება. ოღონდ ეს სტაბილურობა, ვინაიდან მიჯაჭულობიდან არის აღმოცენებული, და ბუნებაში კიდე ყველაფერი სულ იცვლება, რეალურად ილუზიაა. და ამიტომაც იწყება ეხლა რა? სტაბილურად არის სიმპტომები, იქ შეიძლება წამლებზეა ადამიანი და სტაბილურად ინარჩუნებენ მის სტატუს quo-ს, რომ აი სამსახურშია, რომ 9-დან 6-მდე 25 წელი, 30 წელი, 50 წელი. და 50 წელი რომ ივლის 9-დან 6-მდე სამსახურში, ერთსა და იმავე სამსახურში და რომ კარგად არის უკვე 50 წლის მანძილზე მიჯაჭული, ყველა გათავისუფლების მცდელობა ჩახშულია ზოგი მედიკამენტით, ეხლა ძალიან ვამუქებ, ხო, მდგომარეობას.
ზოგი მედიკამენტებით არის ჩახშული, ზოგი რაღაც სულიერი პრაქტიკებით არის ჩახშობილი, იქ რაღაც ტრადიციები, რელიგიები, ოჯახი ეს ყველაფერი და 50 წლის მერე ნახეთ აღარ ჭირდები სისტემას. და გამოვა სისტემა და ეხა პენსიის დროა, აბა წადი სახლში. ეხა რა შეიძლება მოუვიდეს ორგანიზმს, რომელიც 50 წელი იყო მიჯაჭული რაღაცაზე. და ყველაფრით ჩაიხშო ყველა გათავისუფლების იმპულსი, რაც მასში იბადებოდა, ხო? კოლაფსია ეს. ეს არის უდიდესი დარტყმა, რაც შეიძლება მიიღოს. იმიტომ რომ ძალიან დიდხანს გაგრძელდა 50 წელი, 60, შეიძლება მეტი ხანი რაღაცა მიჯაჭულობა რომ გაგრძელდება, თქვენ წარმოიდგინეთ რა რთულია რომ ბავშვი გამოვიდეს მიჯაჭულობიდან ასაკობრივად. იქ რამხელა კონფლიქტებია გარდატეხის ასაკში და მშობელს ვერ გაუგია რაქნას, შულს ვერ გაუგია ვინ არის, იქ რაღაც კონფლიქტი, ყვირილი, კამათები, 1000 რამ ხდება ამ ასაკში და ეს რო სინამდვილეში ხა 60-70 წელი გააგრძელო. ეს მიჯაჭულობა იქიდან რა კონფლიქტი იყვანს ადამიანს, ხო, ძალიან რთულია. და ტრაგედია რაშია, რომ აი როგორც ის ჩვილი ბავშვი, რომელიც სამწუხაროდ ადრე ხდებოდა, რომ ვერ იბადებოდა, ესე შეიძლება ადამიანის პიროვნება გაიჭედოს ამ მიჯაჭულობაში, ვერ დაიბადოს. და რა თქმა უნდა, ამის ბოლოს არის დესტრუქცია. იმიტომ რომ ჩვენ სამყაროში ასეა, რაც ვითარდება ცოცხალია და წინ მიდის და რასაც სხვადასხვა ესე იგი 1000 რამ ჩამოვთვალე რა შეიძლება აჩერებდეს განვითარებას და გათავისუფლებას ის კიდე წყვეტს ნელ-ნელა არსებობას ან დესტრუქცია იწყება იქ თვით დესტრუქცია ძირითადად ამიტომაც მე ძალიან ხშირად მიფიქრია ხოლმე როცა ადამიანები მოდიან სიმპტომებით სადაც არ ვიცი არის გარკვეულწილად მოცემული თვით დესტრუქცია და არ არის აუცილებელი ეს იყოს ფიზიკური არის შემთხვევები, როცა ფიზიკურადაც ადამიანები არ ვიცი სამწუხაროდ იზიანებენ თავს, თუმცა აი ფიქრები რომ შესაზიზღარო ვერ გიტან მეზიზღები გული მერევა შენზე ეს საკუთარი თავის მიმართ როცა არის მიმართული, ესეც უკვე დესტრუქციაა. უბრალოდ ფიზიკურად არ არის გამოხატული. მაგრამ ესეთი ფიქრები თუ დაიწყო, ნიშნავს რომ რაღაცა მიჯაჭულობები ჯერ კიდე არ გაცნობიერებულა, დამუშავების პროცესში არ გადასულა, თავისუფლების ასე ვთქვათ ჟანგბადი უფრო ნაკლებია ვიდრე ამ წუთში აქ და ამჟამად ორგანიზმს სჭირდება და ის აი ესე მტკივნეულად ცდილობს მაინც რომ დაიბადოს, ოღონდ გაუცნობიერებლად. და ეს თვით დაზიანება ზუსტად ეს ენერგიაა, რომელიც ვინაიდან ცნობიერებამ არ დაუშვა, რისკი არ დაუშვა განვითარება თავისუფლებისკენ სვლა, იქ რაღაცა ჩაგროვდა ეს ენერგია და იმხელა მუხტი აქვს, რომ ზიზღი შემოდის, ნახე, ადვილად შემოდის თვით დესტრუქციის და ესეთი ზიზღნარევი და აგრესიული ფიქრები საკუთარი თავის მიმართ. და ესეც ეხლა დავასრულებ ამ ლაივს იმითი, რომ ჩვენ გეშტალტ ფსიქოთერაპიაში კონკრეტულად გვაქვს ესეთი ციკლ კონტაქტის წრე, რომელიც მეცნიერულად დადასტურებულია, რა სხვადასხვა ფაზაზე იჭედება ხოლმე ადამიანი და აღსანიშნავია, რომ ეს დაცვის მექანიზმები ყველა სადღაცა იშობა და იწყება ესეთი დაცვის მექანიზმიდან, ანგნებავთ კონტაქტის სტილიდან, რომელსაც ქვია კონფლუენცია. იმიტომ რომ კონფლუენცია ეს არის შერწყმა. ანუ მიჯაჭვა და კონფლუენცია არის ის მდგომარეობა, რაშიც ადამიანი ბავშვობაში არსებობს და ეს იმ დროს ჯანსაღია. თუმცა თუ ამის დოზა გადაჭარბებული იქნა, რაღაცნაირად არ დაირღვა ეს კონფლუენცია, დიფერენციაცია არ მოხდა მშობელსა და შვილს შორის, თქვათ, განვითარების ფაზებთან ერთად, ნელ-ნელა ამ კონფლუენციიდან ამოიზრდება, რომ ადამიანი ვერ გრძნობს, ადამიანი ვერ ხედავს, ადამიანი ფანტაზიებშია, ადამიანი ნელ-ნელა იხლება ამ ყველაფრით, იმიტომ რომ თუ ვერ ვგრძნობ რა მინდა, თუ ვერ ვხედავ რა მინდა, სიტყვა ვერ არის ძალიან დამახასიათებელი მიჯაჭულობისთვის. თუ ესე იგი რეალობას ვერ ვუყურებ და ვუყურებ ფანტაზიებს და ასე შემდეგ, ნელ-ნელა ის ჩემი შინაგანი რეალობა რო ძალიან ფრუსტრირდება, წარმომექმნება აგრესია და აქ რა ხდება? ამ აგრესიას კიდე ვერ გამოვხატავ, იმიტომ რომ სტაბილურობა დამერღვევა, იმიტომ რომ ეს მოხდება, ის მოხდება შიშია აქ მოცემული და რას იზავს ეს აგრესია რომ დაიბადა, მოტრიალდება. საწავა, ფიზიკაა ეს და მომიტრიალდება და მე ვარ ცუდი. ნახე, ჩემ თავს დავესხი თავს. იმიტომ რომ გარეთ გასვლა არ შემიძლია, შემოფარგლული ვარ კონფლუენციით, ხო? ასე რომ კონფლუენცია არის გარკვეულწილად ორსულობის მსგავსი მდგომარეობა, ოღონდ ფსიქიკური.
ну თვითონ ორი ადამიანი ერთად განიცდის თავს და ესეც კულტურულად, რელიგიურად წახალისებულია, ნახე, ერთ ხორცს, ერთ სულ, ესე ეუბნებიან ცოლ-ქმარს. რა თქმა უნდა, არის ცოლ-ქმარს შორის ძალიან დიდი სიახლოვე და შერწყმის მდგომარეობაც იქ არსებობს. ოღონდ 24/7-ზე წარმოიდგნენ ხოლმე ადამიანები, რომ ისინი ერთნი არიან და მე მწარე რეალობას შევეჯახებით. არ არის ესე. ჩვენ თითოეული ჩვენგანი მარტო ვიბადებით, მარტო გვდებით. და მთელი ეგზისტენციალიზმიც ამაზე დგას, ხო, რომ მე მარტო ვარ. კი, კონტაქტში ვარ სხვებთან და თან მარტო ვარ ჩემ თავში. ასე რომ ასე. ეხლა ამ ლაივის დასასრულ მოგიწოდებთ, რომ შემოუერთდეთ Everyways. Everyway ეს არის კრეატიული ფსიქოშემეცნებითი პლატფორმა, რომელიც აორგანიზებს შეკრებებს, ბუნებაში გასვლებს, ტურებს და ბევრ სხვა საინტერესო ღონისძიებებს. კიდევ ბევრი სიახლე გვაქვს წინ და მალე ნელ-ნელა სათითაოდ ამასაც გამოვაცხადებ. შემოგვიერთდი ყოველ პარასკევს 8 საათზე ღია საუბრები, ყოველ შაბათს არის კრეატიული ივენთი საღამოს, დღეს არის მაგალითად მუსიკალური ივენთი, რომელიც იქნება მედიტაციური და კრეატიული და ყოველ კვირას, ჯერჯერობით არა, მაგრამ თვეში 2-3 კვირა დღეს არის ხოლმე კინოჩვენება, მერე გარჩევით და საინტერესო ექსპერიმენტებით. მომწერე პირად შეტყობინებაში, ჩაეწერე, გამოიწერე ჩვენი, რა ვიცი, YouTube არხიც გვაქვს უკვე ამასობაში, TikTok-იც, Instagram-იც და Facebook-იც, სადაც გინდა იქ გამოყვევი, შენთვის რომელიც უფრო მისაღებია, ჩაერთე ამ პროცესში, ვინაიდან აი ზუსტად ეს კრეატიულ ფსიქოშემეცნებაზე გადის ცნობიერი გათავისუფლების პროცესი. და Everyways მთელი გუნდი აი ამას ვემსახურებით. გელოდები.